Საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მარნეულის რაიონში მიმდინარე სამუშაოების სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შევაშიძემ და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემის კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ ფერმერებთან ერთად მოინახულეს და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. Საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში აგროვადების გათვალისწინებით სამუშაოები ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებიდან დაიწყო. ჯამში მთავრობა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 640,000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს დაეხმარება. ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს 50-მდე სარწყავი არ ხიათდება. ეს მონაკვეთი არის 80 მოპიკეთებული მონაკვეთია რკინა-ბეტონის ფილები, რომელიც გაკეთდა 1983 წელს და 30 წლის წინ და მას მერე ეს არხი არ გაწმენდის და ეს სისტემა პრაქტიკულად სრულად რეაბილიტირებული იქნება. ეს სისტემა მოიცავს 10,000 გექტარ ფართობს უზრუნველყოფს სარწყავი წყლით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სარწყავ სეზონზე 80% ამ ფართობებიდან უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი წყლით. ვათვალიერებთ როგორ მეტი საგაზაფხულო სამუშაოები იმ დიდი საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებს ქვეშ, რომელიც სოფლის სამეურნეობის საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ხალხი ძალიან კმაყოფილია იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი რაოდენობით ტექნიკაა შემოსული და მექანიზატორი ოპერატიულად ახორციელებს ამ სამუშაოებს. რაც შეეხება სამელიორაციო სამუშაოებს, აქაც მიმდინარეობს მთავარი მაგისტრალური არხის გაწმენდით და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე 20 აპრილისათვის, როცა იწყება რეალურად წყლის სეზონი, მთელი ეს სისტემა იყოს გამართული.